გამარჯობა მეგობრებო, იმის მერე რაც ახალი წელი ჩემთან სახლში აუღნიშნე, ეს არის სხვადასხვა გლდანი. გავემართე ევროპისკენ. მაგრამ ეხლა მიდათ მოგიყვეთ სად ვიყავი და როგორ. პოლონეთი, სლოვენია, იტალია და ავსტრია. ეს იქნება ჩვენი დანიშნულების ადგილები. ახალი წლის 1 იანვარს მქონდა სხვადასხვა ფრენა პირდაპირ გავემართე აეროპორტში. ჩავედი ვროცლავში, სადაც შევხვდით ჩემს საუკეთესო მეგობარს, რომ მასთან ერთად აღმენიშნიან დაბადების დღე. ესეთი მშვენიერესი მზის ჩასვლა დამხვდა სხვადასხვა. მივედით სასტუმროში, მოვემზადეთ და მერე წავედით რესტორანში, ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად წინასწარ. ესეთი ლამაზი ტორტი შევკვეთია ჰერმოს ჩემთვის, მე არც ვიცოდი, და მას სერპრაიზა და რესტორანის მერე წავედით კლუბში. როითომ აღვინიშნა ჩემი დაბადების დღე, მაგრამ შეგხვდა რაღაცა სასწაული DJ-ი, მე განახებთ ვიდეოებს, რა ვიცი რა ჭირდა, მოკლედ ყველაფერს ნახავთ. ესე იგი მეგობრებო, დღეს მე და ჰერმონი აღვნიშნავთ ვროცლავში ჩემს დაბადების დღეს. წინასწარ რა თქმა უნდა, ჰერმო ხელი დავხდიე. და ეხლა ჩემს ულამაზეს ტორტში, რომელიც არის ოქროსფერი. ჩავარჭობ რაღაცა სამიყურეთ. როგორც გითხარით, ჩემი დაბადების დღეს აქ აღვნიშნავთ წინასწარ, რეალურად იანვრის შუა რიცხვებში მაგ და ეხა იანვრის დასაწყისი. დავილოცეთ, ჭამეთ რაღაცები, მერე ტორტიც დავჭერით და წავედით აი ამ კლუბში. მოგესალმებით ვროცლავიდან, ეს არის რეალურად მეორე. ეხლა მივდივართ ბრექფასტზე, ჩვენი სასტუმროს გვერდით არის ესეთი გემი, სადაც they serve breakfast, როგორ თქვა, არ ვიცი. არ ვიცი ეს სახე რატომ მადევს, ინსტაგრამის ფილტრია რაღაცა უცნაური, მაგრამ ეს breakfast place-ი იყო ძალიან ვაიბი, იმენა გემზე იყო და რაღაცა სასტუმროს გვერდით რა. და ჩვენი სასტუმრო იყო ზუსტად ვროცლავის ცენტრში, ეკლესიის კათედრალების კუნძულების გვერდით. და შესაბამისად, ეხლა მივდივართ კათედრალების კუნძულზე, რომ განახოთ ეს ხიდი, ეს კუნძულის ცენტრი და რაც მთავარია, ვროცლავის კათედრალი, ყველაზე დიდი და ესეთი აღსანიშნავი კათედრალი, რაც ვროცლავშია. მაგაზე ისტორიასაც მოგიყვებით და აბსოლუტურად ყოველივეს. და აი თქვენ კადრში ხედავთ თუ როგორ გადავდივართ ამ აღსანიშნავ ხიდზე, შემდეგ ხედავთ როგორი არის ცენტრში აი ეს კუნძული და შორს ხედავთ ვროცლავის კათედრალს, რომელიც ხო რა ლამაზია. ეს არის პირველი ქვის შენობა ვროცლავში. აშენდა მისი შენებლობა დაიწყო მე-13 საუკუნეში, წარმოიდგინეთ როგორი ძირძველია და გარედან თუ გოტიკური სტილის არის, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ამჩნევთ, შიგნიდანაც ძალიან გოტიკური სტილის არის და ძალიან ლამაზია და აი ეხლა შეიხედეთ შიგნით და მითხარით, რომელი ფილმის იმაში გონია თავი აი სცენარში. ეხლა არაფერი არ მაქვს სათქმელი, მაგრამ სანამ ეს აჩქარებული ტემპით შევდივართ. გამყავს. მაგრამ დაგვირდით რა ლამაზი ყოფილი ჩუქურთმები და რაღაცა. და აი ჩვენც სად ჰოგვარტსში ხალხო, ზუსტად ჰოგვარტსი არ არის. ეს გავს იმ კარიდორებს თუ რაღაცეებს და ეს ადგილი გავს, აი სადაც ნადიმები ქონდათ ხოლმე რა, თან აი ნაძვისხები ხა კადრში ხედავთ, მე ყველაფერი ჩავაქსოვე აქ თვითონ ფილმიდან ამოვიღებ რა. და მე განახებთ კიდე დროშებიც ისე არის ჩამოკიდებული, გეკონება რაღაცა Ravenclaw Hufflepuff და რაღაცები. აი შეხედეთ. ვაიმე, აი თავი მართლა გორჩი მეკონა, ოღონდ in real life. თვითონ ეკლესია არის ვროცლავის გული და მთავარი touristic attraction-ი. სამწუხაროდ მსოფლიო ომების შედეგად 70% ეკლესიის დაინგრა, განადგურდა და ააშენეს თავიდან. და აი ესეთი art ექსპოზიციები იყო ეკლესიებში ძალიან ბევრი, რომელიც გადმოსცემდა ქრისტეშობის სცენას და პატარა რობოტები იყვნენ. მე კიდევ სხვა რობოტებსაც განახებთ. წასვლის წინ შევიძინე ესეთი მედალიონი, რომელზეც გამოსახული იყო თვითონ კათედრალი და გავემართეთ სახლში. ეხლა მე და ჰერმანი მივდივართ ქრისტეშობის მარკეტზე, ანუ Christmas fair-ზე. მოცნი გაზ. მოცალეგო. და განახებთ
და გლინტვაინები უნდა დავლიოთ. სანამ მივდიოდით, მოკლედ გადავაწყდით ესეთ ადგილს, რომელიც Google Maps-ი არის, თანდაყოლილი Wall with bullets from World War II ესე ქვია და ჩაწერეთ და ნახეთ. ვროცლავი მოკლედ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანული ქალაქი, არ იყო პოლონური ქალაქი და 1945 წლის თებერვალში, როდესაც წითელმა არმიამ ალყაში მოაქცია ვროცლავი, აქ იყო საშინელი შეტაკება და ბევრი ადამიანი ესე მოკლეს და ძალიან ბევრი bullet holes ნახავთ ვროცლავში თავისი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე. და აი ჩვენც მოვედით Christmas fair-ზე. ხალხო, რამდენიმე Christmas fair-ზე ვარ ნამყოფი მთელ პოლონეთშიც და ევროპაშიც და ეს იყო ყველაზე გრანდიოზული. ეხლა ზევით ნახავთ აი მოლაპარაკე რობოტ ლოს, მაშინ როგორ ვნებოდი ბევრი რობოტები ნახე ვროცლავში მეთქი. ლაპარაკობდა ხან იწინა და ხან ეყუძებდა ძალიან cute იყო რა. ზოგადად Christmas fair-ზე რო ფიქრობთ, წარმოგვიდგენია ხოლმე დახლები, სადაც რაღაცებს ყიდიან. მაგრამ აქ არა მარტო დახლები იყო, სადაც რაღაცებს ყიდნენ, არამედ იყო ძალიან ბევრი სივრცეები რა. ეს არის ხა ერთი სივრცე კათედრალის წინ, რასაც ხედავთ კადრში. შემდეგ იყო მეორე სივრცე, სადაც იყო უკვე საჭმელები და ანუ ბაიკოვი ლასეკ, აი ზუსტად აქ რასაც ხედავთ, სადაც აი ეს თამაშდებოდა რაღაც სათამაშოები, იქ დახლებზე საჭმელები შეგეძლო გეჭამა, ესეთი მაღალი კონსტრუქციები იყო, რომელიც ძალიან ლამაზ ელფერს აძლევდა. შემდეგ იყო რა თქმა უნდა უკვე ეს პატარა დახლები გვერდით, სადაც იყიდებოდა რაღაცები, მე ეგრევე მივადექი რა ქვია შუშის პატარა ცხოველებს, იმიტომ რომ მაგებს ვაგროვებ და მან ვიყიდე, აღარ მახსოვს რომელი, იმიტომ რომ ხო შარშანდელი ვლოგია. მოკლედ ახლა 2026 წლის Christmas fair-ებსაც ხო ნახულობ, ეს იყო ყველაზე გრანდიოზული. წასვლის წინ ჰერმამა მაჩუკა ესეთი spa day, სადაც ძალიან დავრელაქსირდით და კარგი იყო და აი ამ კარგ ნოტაზე დავამშვიდობი მშვენიერ ვროცლავს. მაგრამ მივემართებისად სლოვენიაში მეგობრებთან წავიდა. მშვიდობის ფლიქსბასით ჩამოვედით უკვე სლოვენიაში. დავამშვიდობებ პოლონეთს. გავჩერდით ტრადიციულად მაღაზია მარშეში, სადაც სლოვენიაში შემოსვლამდე ყოველთვის აჩერებენ. რეზინები მოკეთია. ეხლა გავეღვიძე კაპუჩინოს ვსვავ და უკვე სლოვენიის ამბებით დაგიბრუნდებით. ჩაიხედეთ. ჩამოვედით ლუბლიანაში, შევხვდით ჩემ მეგობრებს და მიხარია, კაია. პოლონეთიც კაია, ლუბლიანაც კაია. აი ეს არის მთები. გაწია ბიჭო სახე. ესეთი მთებია. ნისლია, ძალიან დიდი ნისლი იყო. მაგრამ ხედავ. ესო დღე და გუში მთელი ღამე წვიმდა რა. გუში წვიმდა, მე ქოლგამაკ. ჩვენ მაგრა გვეძინა. ხო. ეხა იწყება, არ დავიწყება თავგადასავლები და ხვალე ვენეციიდან შემოგეხვიოთ. ხვალე ვენეციაში მივდივარ. მამაზე ჩავიცნო. ვენეციაში თურმე ყარს, აბა ნახოთ. წვიმს? არ ვიცი. ნეტა წვიმდეს, მე ქოლგამაკ. შენ უზუარი სურათს ვერცად ვერ გადაიღე. აუ. ქოლგიანი ვენეციის რატო იგინები ჩემ ვლოგში? იმიტომ. ჰა, წოდი. რა კაია. აი, გაჩერ. არა, არ გავჩერ. აშკარად ძალიან excited ვიყავი, არ ვიცი ეს ბავშვები როგორ მიძლებენ მართლა. შევხვდი აბესას და გავედით ქალაქში სასეირნოთ, რომ გვენახა ჩვენთვის აღსანიშნავი ადგილები. რისთვისაც ჩამოვედი სლოვენიაში, ოღონდ აი 60% რისთვის ჩამოვედი სლოვენიაში, 40% არის ჩემი მეგობრებთან ერთად დროის გატარება და 60% აი ამ კაფეში სუპის და ჰოტდოგების ჭამა. რა სუპი არის ეგეთი? რა სუპია ეგეთიო? იტყვით, მგონია რომ ეგრე აღარ დაგვეცელა. აუ მე მგონია რომ აი მთელი წელი აბა მარც მახსოვს. შარშან იანვარში ხო ვიყავი. აი 365, ეხლა ხო იანვარია 2025 წლის. 365 დღეა მაქსიმუმზე ვფიქრობ. ჰა. დამევასება. ესე იგი, ეხლა ვიმყოფებით ცენტრში და რატოა ცენტრი გეტყვით. აქედან ჩანს სლოვენიის მე მგონი ერთადერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ციხე, ამის რა ქვია ციხეს? კესტლე. აგრეთვე არის დრაგონ ბრიჯი, დრაკონებით და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც არის შიგნიდან ლამაზის. შარშან ანუ შოქში ვიყავი, მაგრამ ვერ გადავიღე, იმიტომ რომ მე კიდე და წელს ხო დავიწყე ვლოგაობა. წერო განახებთ. ეხლა გადავდივართ დრაგონ ბრიჯზე. ამას ავაჩქარებ.
ეს არის ჩაყოლება, სადაც არის ყველაზე მეტი კაფე. მოყოფება თბილისის შარდენი. აქ არის ეს მოქრომების ხიდი, რომელსაც არ ვიცი რა ქვია და უცნობად გიყვით. და აი ჩვენც მოვედით კაფე კაკაოში, ანუ განა ძალიან აღსანიშნავად სასწაული კაფე, უბრალოდ სლოვენია იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ყველაფერი რაც აქ ცოტა და კარგი. და ეს კაკაოც არის ეგეთი კაფე რა, ანუ რაღაც მარგალიტივით არის ერთი და განუმეორებელი. შარშანაც ძალიან მოგვეწონა. წელსაც აი გადახედეთ როგორი ფეისტრები აქვს, აი რაღაც სასწაული და დუბაის შოკოლადის ნაყინი გააძრეს. მეთქი ეგრევე ბრატ, ეგრევე без вопроса. დავით ეს ჩვენი ნაყინი ჰერმა მეთქი აბესამაც აიღო თავისი ნაყინი და ავედით მეორე სართულზე, სადაც ესეთი ინტერიერი არის, ზუსტად იმ ქესელს უყურებს ეს ადგილი, თვითონ ძალიან სტრატეგიულად არჩიეს და ძალიან კაი გარემოა, მოგწონს აქ რომ უბრალოდ მე დააბესეს, ალბათ აბესაც და მეთანხმება. კადრში ხედავთ ლუბლიანას ქესელს, აქ შარშან აყოფები ვარ და მეორეჯერ ვერ აგიყვანეთ, არავიდი, ამიტომ ესე მოგიყვებით, რომ პირველად 1054 წელს არის წყაროებში ნახსენები და საკმაოდ დიდი კავშირი აქვს საქართველოსთან, იმიტომ რომ იასონმა, არგონავტებმა როცა დაამარცხეს დრაკონი, ზუსტად აი ამ ქესელთან დაამარცხეს. ანუ ჩვენთან კავშირშია რა. აი ხან ყოფებით ლუბლიანას ცენტრში, სადაც არის ნაძვის ხე. როგორც ქობალია მითხრა, მეგონი ალბანეთს და ლუბლიანას აქვს შეთანხმება, რომ თუ ფინეთს და ლუბლიანას, რომ აი ასე დიდ ცოცხალ ნაძვის ხეს უგზავნიან ყოველ წელს. მე და აბესა აკვირთ რა თქმა უნდა საშოპინგოდ გამოსულები, იმიტომ რომ ლუბლიანაში არის ძალიან ბევრი ესეთი პატარა კიოსკები, სადაც ხელნაკეთი ნიუთები და რაღაც აი უცნაური რაღაცები იყიდება. აი მაგალითად ეხლა აბესა მიყიდა წაბლი. აქაც ჩაყოლებაზეც ხო ესეთი დახლებია. მაღაზიებიც ძალიან ბევრი აქვს, მაღაზიებსაც განახებთ. აი რაღაცნაირი ტურისტული ქალაქია, აი სასიამოვნო ტურისტული. მე მაგალითად რა თქმა უნდა მივასკდი ჩემს შუშის ცხოველებს და აქ აბესა მანახებს ლურჯა ცხენს. მე შევიძინე ცხვარი და ბაყაყი. ახლა შეგიყვანთ კიდე ერთ სუნერების მაღაზიაში, რომელსაც ქვია დომ. აქ არის დედამიწაზე ყველაფერი, რაც კი შეიძლება იყოს, აი დაფებიც კი დაინახეთ მარჯვნივ, ჭიქები ყველანაირი, რაღაც ზარები თუ რაღაც აი ბოთლები, ვაფშე ყველაფერი არის. აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რაც კი შეიძლება ადამიანმა გამოიყენო, ყველაფერი აქვს. ესეთ სუვენირები, პატარა სახლები და რაღაცეებიც და ახლა მაგნიტებზე საუბარიც არ არის. ზუსტად წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, აი მაშინ დრაგონ ბრიჯზე რო ახსენე. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია. მანდ არის დრაგონ შოპი, სადაც ყველაფერი, ანუ დრაკონი ხო იასონმა აქ დაამარცხა და დრაკონი არის მოკლედ ლუბლიანას სიმბოლო. ყველაფერი, ყველა ნივთი არის დრაკონის თემატიკის. ჭიქებიც, მაგნიტებიც, ტანსაცმელიც, ნასკებიც, სათამაშოები დრაკონის აბსოლუტურად ყველაფერი და ვისაც ესე ვთქვათ დრაკონები და Game of Thrones-ი მოწონს, ასე ვთქვათ, ძალიან მოწონთ ეს ადგილიც. და აი მოვედით კლუბასარია. ადგილის რომელზეც ვფიქრობდი 364 დღე. და დგას 365 დღე. როცა შემიძლია რომ შევკვეთო. სამი სუპია სულ, ორი სუპია, ერთი ტკბილეული და ჰოთ-დოგები. მე არაფერი არ ვქნა. ტიპები ყიდიან ძალიან ცოტა რაღაცას. და მაინც ამ პოპულარული არის, იმიტომ რომ ის ცოტაც კაი აქვს რა. ხო და თვითონ ამ სუპს რაც შეეხება ხალხო, იმიტომ ჭირს გაჭედვა, რომ კეთდება მჟავე კომბოსტოსგან და ბოსტნეულისგან და ისედაც ხო ძალიან მაგარია და გემრიელია და კიდე პახმელიაზე არის სასწაული. და შარშან აი როგორი სპეხმელიდან გამომიყვანა იცით აი რაღაცა სასწაული. აი შეხედეთ. ესე გამოიყურება ჩვენი კომბოსტოს წნილი სუპი, რომელსაც წელს დაამატეს ლობიო, შარშან არ ქონდა და ჩვენი ყველის სოსისიანი ჰოთ-დოგი. ანუ აი ესეთ გემრიელი არაფერი არ მიჭამია, თავისი ფრანგული mustard-ით. აბეს გთავში. ეს ბომჟი მგონია. მე ბომჟი ვარ solid. დაი. სახში მომიტანა ხო ჩიკაბალია. მე მგონი ეგ იყო სხვა ერთებში სახში მომიტანა. სუსტად ეგ არის. აი რა.
უცნებები ხდება. Este ueste. ყოველ წელს მარტო აი ამ სუპისთვის ხეს ჩამოსვლა ამ ქვეყანაში. ნამდვილი ყველია ხო დოქ? ხოდოგი? Што ჩაკი ჩავდა. სლოვენიაში სუვენირებზე ვახსენე, რომ რაღაცნაირი გამორჩეულია ყველაფერი, აი სული უდგას, როგორც იტყვიან. ეხლა ვართ ბაროკო სტილის ვორქშოპში, რომელიც თავისი ინტერიერითაც გაფრთოვანებს და აგრეთვე ამ არტისტის ნამუშევრებითაც. ეხლა კადრში ხედავთ ფაიფურის სამკაულებს, ბეჭდებიც არის ბრასლეტებიც. ირგვლივ ინტერიერი არის ულამაზესი, ვორქშოპი აქვს ზუსტად მაღაზიის მეორე მხარეს. არტისტს თვითონ ხედავთ ეხლა კადრში და აი ესეთი ჭერი, ყველაფერი არის ძალიან ლამაზი, როგორც ვახსენე, ბაროკო სტაილ. ფაიფურის ჭიქებიც ესე აქ განლაგებული. მე ვიყიდე ბეჭედი, რომელიც არის ძალიან ლამაზი და გამორჩეული ჩემთვის ფაიფურის. ცოტა ვობისობია, დაკლაკნილი იყო, ეგეთი ავარჩიე სპეციალურად. ოქროსფერი, წითელი, ლურჯი, ყვითელი, აი ყველანაირი ფერი აქვს და I said yes. გავთხოვდი. თქვენ ვიდეოში უკვე დაინახეთ ეს ულამაზესი ვარდისფერი შენობა, რომელიც არის ღვთისმშობლის ხარების ფრანცისკანული ეკლესია. ფრანცისკანული ორდერი იყო მოძრაობა, ასე ვთქვათ, რომელიც მე-18 საუკუნეში დაიწყო ევროპაში. მათთან ასოცირებულია ძალიან მარტივი ფერები, როგორიც არის ყავისფერი, ნაცრისფერი და ვარდისფერი. შესაბამისად ეს ეკლესია გარედან არის ვარდისფერი. ამ ეკლესიას ქართულად შეიძლება ხარების ეკლესიაც დავარქვათ. იგი ეძღვნება იმ მომენტს, როდესაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ღვთისმშობელს აუწყა ქრისტეს დაბადების შესახებ. როგორც ვროცლავში ნახეთ, აქაც არის ესეთი ლამაზი პატარა ფიგურების განლაგება, რომელიც კათოლიკურ ეკლესიებს როგორც ჩანს ახასიათებს, მე ცხოვრებაში პირველად ვნახე. ეკლესია მე-16 საუკუნეში დაარსდა და არის სხვადასხვა ლუბლიანაში ყველაზე ფოტოგრაფირებადი შენობა, როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. იმიტომ რომ ხედავთ, ანუ გარედანაც ძალიან ლამაზია ფერის გამო და შიგნიდანაც აი ძალიან ლამაზი და მდიდარია. ეხლა კადრში ხედავთ ფრანციე პრეშერნის ძეგლს, რომელიც არის მე-18-19 საუკუნის სლოვენიელი პოეტი და ყველაზე დიდი და ცნობილი პოეტი მთელ სლოვენიაში. სხვადასხვა მისი მზერა მიპყრობილი არის იმ სახლისკენ, სადაც ცხოვრობდა მისი loved one, აი ეს ქალბატონი ცხოვრობდა აი ამ სახლში და ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ამ ქალმა არ უპასუხა იგივე გრძნობებით, მაინც საუკუნოდ უყურებენ ისინი ერთმანეთს გაქვავებულ მზერით. მადლობთ, ფრანციე პრეშერნი, subscribe. და აი მაშინ რომ ვახსენე ეს love aberrage, აქ არის ბოკლომე. ეს რაღაც უცნაური აი რა არის, რაღაც ურჩხულია, მოცურაი, ჯოხეთიდან და დადგეს შუალუბლიანაში, რავი. მოკლედ, ლაუბრიძე რატო დადგეს არ ვიცი. აქ არის ძალიან ბევრი ბოკლომები, ზოგი გულის ფორმის არის, ზოგი ჩვეულების სამებრია. აი ზოგი სოსკებსაც ხედავთ, მოკლედ, შეყვარებული წყვილი აგერ აბამს და მე აგდებს გასაღებს ჯანდაბაში. ეხლა ხედავთ სლოვენიაში ძალიან უცნაურ სლოვენიურ მორთულობებს. ესე იგი დატყვით, იმიტომ ცოტახანში ვერ დატყვევით. ეს არის პარკი. რომელსაც წყევის პარკს ვეძახით. იმიტომ რომ აქ ოფიციალურ სახელს გეტყვის, ზვიზდა პარკი. ზვიზდა პარკი, რომელიც მახსოვს ყველაზე აღსანიშნავ ადგილად და აღსანიშნავ პარკად შევშანდელი მოგზაურობიდან. დავლინკავ რა თქმა უნდა, ანუ სლოვენიაში ღამე აქ მოსვლის გარეშე შეუძლებელია. ეხლა ყვება ქოვალია ჩვენ აბესასთან რამდენმა ადამიანმა აღებინა ამ პარკში. წაბილწული პარკი და. ჩვენ გარდა მთელ სლოვენიას აქვს ნარწყევი ამ პარკში. მოუნდა თოწმებო. აი, ჭაჭა გვაქვს სპალერს ადნობს. მეგობრებო, ჩვენო მეგობარმა გამოგვიგზავნა გვაჩუქა, მოგვიტანა. ჭაჭა, მოგვიგდო ჭაჭა, რომელიც არის ჩვეულებრივად იმის ტოლფასი რა ქვია? განათებები ჩანს ნავთის რა ვიცი. ნავთი. აი, აცეტონი არა და მეორე რომ არა.
მოკლედ გუში ნორმალურად გავერთეთ, არც პახმელეზე არ ვართ არც ერთი, ხო ხედავთ, კარგად ვართ და ეხლა მივდივართ პიცერია Foculusi, რომელიც არის ძალიან გემრიელი. Fun fact ხო? 1830 წელს რო შეიქმნა კომისია, ანუ მაშინდელი ევროპის, აქ იყვნენ. დაი ჩვენც მოვედით Foculusi, სლოვენიაში პიცას ხშირად ჭამთ ხოლმე, იმიტომ რომ ზოგადად სლოვენიაში აკეთებენ ძალიან გემრიელ პიცას. სლოვენიაში ტურისტების 70% მოდის იტალიელებზე და აქ უფრო გემრიელ პიცას შეჭამთ ვიდრე იტალიაში. No drama, მართლა. Foculusi მომეწონა ყველაზე მეტად ინტერიერი და პიცებით სასწაული იყო, ოღონდ მართლა. Today I'm with Tony and Luca. Yes, thank you. They are our hosts. Thank you so much for hosting. მეც მინდა და ვიდეოში ყოფილიყავიო. მოკლედ ძალიან კარგი ინტერიერია. Country, ალიპაშა, და მას არ ყვა? Espresso. Esposito. აგრეთვე ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული სუვენირი ჩემთვის სლოვენიაში იყო ეს ხელნაკეთი, ეს ხელით წვრილი ძაფით ქონდა დაწნილი ამ ადამიანს და ნამდვილი ქვები ჩაქსოვებული შიგნით. ულამაზესი ყელსაყამები მე შევიძინე ერთ-ერთი, მე ნორმალურად ვიდეო არ გადამიღია. და ამიტომ აი ჩანს და აი ეს ლურჯი რა ლამაზია. და აი დადგა ნანატრი წუთები, როგორც იქნა მოგიყვანეთ ჩემს საყვარელ კათოლიკურ ეკლესიაში, აი სილამაზის ხრივ და ლოცვის ხრივ რა თქმა უნდა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის კათედრალი, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა, არის გოთიკური სტილის და არის აი ესეთი. ანუ ჩვენ სასტუმრო შარშა მქონდა ზუსტად ამ ეკლესიის გვერდით და ამ ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს არის, როგორც ნახეთ, ის სუპები. და ერთ დღეს ვარ გამოსული მარტო, ჭამამ ჩემს სუპს, ხულიფავ და ის იყო რაღაცნაირი ხასიათზე ვარ 50-50 და უცებ შევდივარ, უცებ ხედავ რომ ანუ ხალხი შედის რა ამ ადგილას და მეთქი შევიხედები ცალი თვალით. შემოვედი და ვხედავ ამას. ჯერ ჭერი ნახეთ ხალხო. ესეთი ლამაზი წყნარი მშვიდი ადგილი მე მეორე არ ვიცი. ეხლა მე მგონი ისე გასართობად მივდივართ თუ დასალებად. ერთ Dragon Bridge-ი ღამეც რა ლამაზია და როგორ ჩანს ეს ლუბლიანა კასლი ხო? აი ვაიბია ხალხო, მთელი ქალაქი არის ვაიბი. თან არის ძალიან პატარა ლუბლიანა. ცოტა ხალხია. ტურისტი ცოტა, მაგრამ საკმარისი. ვაი მე Captain's Cabin-ში მოვედით. აი ეს არის ადგილი, სადაც უნდა დალიო ადამიანმა ამდენიმე შოთი შმოთი. თან სტუდენტებზე ფასდაკლება აქვს, თუ აქ სტუდენტი ხარ, ჩვენ არ ვართ, მაგრამ მაინც გეუბნებით, არც თქვენ არ იქნებით აქ სტუდენტი და, მაგრამ მაინც რო იცოდეთ. და არის ძალიან international, როგორც დროშებზე დაყნობით ხედავთ. აქ ჩამოვედით, დავლიეთ და მერე გადავედით ისევ საცეკვაოდ პარლამენტში. იმ ადგილს მაშინ სადაც ცეკვავდით, არ ვახსენე და ქვია პარლამენტი რა, ანუ ერთი კლუბია სლოვენიაში ხალხო. და ერთი ნორმალური ბარი ეს Captain's Cabin. I got this feeling of the summer day when you were gone. შემდეგ დღეს დილიდანვე შევიკრიბეთ, ქონდა ასამბლი, გავემართეთ სუპის საჭმელად, რა თქმა უნდა. ალბათ იცანით უკვე ეს ქუჩა, იმიტომ რომ მოვდივართ ხოლმე სულ სუპის საჭმელად. ეს არის სუპის საჭმელი ადგილი. და აი დადგა ნანატრი წუთები. მეგობრებო. ეს დღე გავატარეთ მხოლოდ სუპის ჭამაში და დასვენებაში, ხოლო შემდეგ დღეს წავედით ბლედის ტბაზე. ეს არის ხალხო განახებთ ლუბლიანას მთავარ სადგურს, რომელიც გავს აი რავი ზუგდიდის გვერდით არის სოფელი ცაიში და მან რო ბუტკა, აი ზუსტად ეგეთია ეგ ბუტკაც რა. და მთავარი სტეიშენია ანუ არ ხალ დაგვიქნია. აუ ნუ იმაში. გზაშიც ხო ესეთი ლამაზი ხედები იყო და რო ავედით ხო საერთოდ ჩვენ წილ გადაიშალა ეს ულამაზესი ტბა. ცენტრში ხედავთ კუნძულს, სადაც არის კათედრალი აგებული, ეკლესია პატარა და ზევით კი კლდეზე, აი მარჯვენა ზედა კუთხეში არის ციხესიმაგრე, სადაც აგიყვანთ და დაგათვალიერებინებთ. კადრში ხედავთ წმინდა ქალწული მარიამის აღსაწენ ეკლესიას, რომელიც
ბლედის ტბის კუნძულზეა, როგორც უკვე გითხარით, აშენებული. ჯერ ქვის ეკლესია აშენდა აქ მე-11 საუკუნეში, შემდეგ კი მე-14 საუკუნეში აშენდა ეს აღსანიშნავი ეკლესია. სამწუხაროდ ჩვენ დროს ბოუთები არ იყო, იმიტომ რომ იანვრის დასაწყისში ვიყავით, მაგრამ თვითონ ბლედის ტბით ისე დავტკბით, მზე ისე ლამაზად კამკამებდა. აი, ეხლაც კი ხედავთ კადრში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კამერამ დაიჭირა. აი, თითქოს მზეში ვიყავით რა. შემდეგ გავედით უკვე ციხესიმაგრეში, რომელიც ბლედის ტბის გვერდით არის. ამ ციხესიმაგრეს ქვია Bled Castle, ესე გამოიყურება იგი შიგნიდან. პირველად ნახსენებია წყაროებში 1111 წელს და იგია ერთ-ერთი უძველესი ციხესიმაგრე მთელ სლოვენიაში. იქიდან რა თქმა უნდა ესეთი ულამაზესი ხედი იშლება, იმიტომ რომ ზღვის დონიდან 130 მეტრზეა. ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი თვითონ ამ ციხესიმაგრითაც და მისი ხედებითაც. აქ განახებთ უკვე კარგად. აი ბლედის ეკლესიასაც ხედავთ, ბლედის ეკლესიას ეძახიან ამ აღსაწენ ეკლესიას. და ბლედის ეკლესიაც ხო არის, ტბაც არის, ციხესიმაგრე, ხოლო მარცხნიდან არის ალპები, სლოვენიური ალპები, დიახ, სლოვენიაში ალპებია, მე დავუბრუნდებით ამ თემას. შიგნით არის, რა თქმა უნდა, ციხესიმაგრე გადაკეთებული მუზეუმად, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სლოვენიელი ხალხის, ესე ვთქვათ, ისტორია და ისტორიული არტეფაქტები ნახე. და რაც თავარია ტუალეტი, ძალიან მიყვარს ციხესიმაგრეების ტუალეტები. ბლედში იყო აგრეთვე საბეჭდი ესეთი ადგილი, სადაც ბეჭავდნენ თურმე რაღაცეებს და ეხლა გადაკეთებულია მუზეუმად. უძველეს რაღაცა 500 წლის საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავენ დღეს სუვენირებს, რა თქმა უნდა სიმბოლურია. მე შევიძინე თვითონ ამ ბლედის კესლის დაბეჭდილი ესეთი პატარა კარტოჩკა. შემდეგ წავედით პიცის საჭმელად. Of course. ბლედის გვერდით ქობალი ამიცადა ესეთი ტოჩკა, იქ რა ქვია ამ ადგილს, მე ზევით ეწერა, იქ გადავხვიეთ და ნახეთ. სამი პიცა ავიღეთ, რომელიც ძალიან გემრიელი იყო. როცა კესლიდან დაუბრუნდით, გავისეინეთ თვითონ ბლედის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. იდეაში ძალიან დავიღალეთ მთელ დღის განმავლობაში, იმდენი რაღაცა ვნახეთ, მაგრამ აი ძალიან მაგარი იყო მართლა. Overall, ჩვენი experience ბლედის ტბაზე იყო excellent. 10 out of 10, თქვენ როგორ შეფასებთ ბატონიკუს? მე კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული ვარ ამ ადგილით. აღფრთოვანდა მეორეჯერ. მეორეჯერ და Nice. ოდესმე თუ სლოვენიაში მოხვდები, საუბრობ მოხვდები, ამ ადგილას აუცილებლად წამოვა. აუცილებლად წამოვა. ოსტრაიხ. სანამ ლუბიანეთში დავბრუნდებოდით, შევედით საკონდიტრო ზიმაში, შეიძლება ჟიმა იკითხება, არ ვიცი, სადაც არის მაგათი signature ნაპოლეონი, აი ესეთი ფუმფულა ნაპოლეონი, მარტო აქ იყიდება, ამათი signature dish არის. გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც სურათებში, რაც იშვიათია და იყო უგემრიელი ეს ხალხო, ეს ორი სხვადასხვანაირი კრემი და ასე შემდეგ მე კრემი მიყვარს. ფილმში და მის მეგობრებო, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ დღეს მივდივართ სლოვენიურ ალპებზე სათხილავრო. ყველა მოდი შევაფასოთ სლოვენიური ალპები და შევაფასოთ რამდენად მოგვეწონება ალპების ისევ ამ აიკონიკურ bus station-ზე მოვედით. ვიდეოში ბიჭებს თუ დააკვირდით შეწუხებული სახეები რო აქვთ, იმენა მთელი დილა მეუბნებოდნენ და არ წახვიდე რაღაცა მოგივა არ წახვიდე. წავედი მოკლედ კურორტ კრაინსკა გორაში და ჩაგრთავთ. ჩამოვედით სკი რეზორტზე, დამრჩა მხოლოდ ხილამურების ქირაობა. არ ვიცი საერთოდ თუ ქირავდება, ვერ გავარკვია, ვერ დავრეკე, რათა რამდენიც არ ვეცადე. Fingers crossed, keep you updated. ერთი ორი სიტყვა ქალაქზე, თვითონ ქალაქი არის ძალიან მყუდრო, მოპირკეთებული, Switzerland vibes. ეთყობა რომ კურორტია და არის ბიუჯეტი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ დედაჩემ საერთოდ არ იცის, რომ აქ ვარ. და არ გამაგიჟო ეხა. ნატა გაილეწები. შესაბამისად თუ გადავრჩი ვეტყვი, თუ ვერ გადავრჩი ისედაც გაიგებს. Keeping you updated again. თეგი ბაკურიანში ქირავდება, სადაც მე ძირითადად სრიალებ ჩემს საფრთხემთან ერთად. ყოველთვის ქირავდება სათვალეები, აქ კი სამწუხაროდ და ვიყიდო. რაც ჯდება 50 ევროდან ზევით. ეხლა ვეძებ რამე იაფიელ სათვალეს, ნებისმიერ სათვალეს და თუ ვერ ვიპოვე მეგობრებო, კაი ამბავი მაქვს, საფოსტოში გამომიშვეს, მე წყალდაგებული და საცოდავი
დამეთქასო იყიდება ჩვეულებრივი სპორტული სათვალეებიო. და მე ავარჩიე we got the winner 7 euro. 30 euro არა ის. ავასავე. სლოვენიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სკიინგი, ალპების მისადგომი კურორტები არის ძალიან ბიუჯეტური და ჩამოდიან მთელი ევროპიდან სლოვენიაში იმისათვის რომ ეს ექსპერიენსი ქონდეს. ყველაზე ცნობილი არის შვეიცარიული, ყველაზე ბიუჯეტური არის სლოვენიური. ასე რომ მეგობრებო ძალიან გამევართლა რაღაცეებში. სათვალეები check, Sicko mode, velvet check, boots check. და კილოგრამიც check. მოკლედ ჯერ საბავშვოზე ვისრიალე და მე გადავედი დიდებისაზე. ანა მოვკვდები ხედებს ჩავიწერ. Okay. So nice. და სხვადასხვა თოვლი ყოფილა ფხვიერი, ამიტომ what do we say to the god of this? Not today. მოკლედ ერთი მოკლე ვიდეო გავაკეთე ჩემი ტრიპის აღსაწერად და შეგიძლიათ იმას უყუროთ არაფრის თქვენი სიტყვების ნაცვლად. Overall ძალიან კარგი გამოცდილება იყო, ძალიან დაღლილი ვარ, ამდენი ემოციებისგან და ადრენალინისგან, უკან ავტობუსის გაჩერებას ვეძებ და სახლისკენ დავიძრები. ეხლა ქალაქში მივსეირნობ, საკმაოდ პატარა კოხტა და მამაზი ქალაქია, როგორც უკვე გითხარით. Overall კრაინსკა გორა ძალიან მომეწონა, 3 საათი ვსწრელებდი ჯამში და მე უკვე დავაწექი სახლში ავტობუსი მიწევდა. მოკლედ ამ ძალიან nice რესტორანში შევედი და მეთქი ლუბლიანას ავტობუსი სად არის თქო და ამათ გვერდით არის ანუ სწორად ვიყავი მოსული და ანუ გამოველაპარაკე რა და რაღაცებზე ვიხუნდეთ რაღაცა და მეთქი ანუ how much კაპუჩინო მინდა მეთქი ოღონდ რა ღირს თქო რა ხო და სტუდენტი ხარო და ნუ მეთქი უკვე აღარ მაგრამ ვსწავლობ რაღაცა და გაჩუქებ თუ კაპუჩინოსო და მე მგონა გადაობდა რეალურად რა და აი მეთქი გადავიხდი კაცო კაპუჩინო გამიკეთე თქო და მაჩუქეს so nice like really made my day actually შემდეგ დღეს ვიქირავეთ მანქანა და გავემართეთ ვენეციისკენ აქ სასიხასიათზე რატო არ ვიცი და ვენეცია გამოიყურება და ასე ხალხო აი რა უცნაური გზნო მქონდა იცი და აი წყალზე როგორ დგას ეს ამხელა კათედრალი აი თავისი წვრილი ქუჩებით და ძალიან ლამაზი სუვენირების მაღაზიებით აი რაღაცნაირად შეგვიპყრო სლოვენიამ და აი დაგვემორჩილა. ესეთი შუშის ცხოველები გავაძრა და რა თქმა უნდა, ახლა ვენეციური შუშა უჭველი უნდა ამიყო და ავიღე რა ჭიაჭველა, ანუ რა კიუტია. აბეს ამა იყო ძალიან ლამაზი ყვავილის ყელსებური მე ნახავთ რესტორანში ჩანს რეწულა. Garja Kagorova, ჩვენ ვიყავით ვენეციაში. გადაგდებულები ვით და გულები ვით, იმიტომ რომ ყველა ხიდან ფოტოს ვიღებ. ერთი ხიდან მეორე ხიდზე რომ გადავდივართ, ისე მგონია რომ ის უფრო ლამაზია. ასე ყველა ხიდზე ფოტოს ვიღებ. თუ გაინტერესებთ ვენეციაში ყველა ხიდი, უყურეთ ნატას YouTube vlogs. მოკლედ სანამ თავარ მოედნამდე და თავარ კათედრალებამდე მივიდოდით, ქუჩაში ხვდებოდა ძალიან ბევრი, ეს სულ ქუჩებში ხვდებოდა ძალიან ბევრი ჭა და არც ვიცოდი რა იყო, მაგრამ იმდენი შეხვდა, რომ ვიდეოები გადავუყე და ეხლა აგიხსნით თურმე რა ხდება. ვენეცია ესე იგი აშენებული არის ჩვეულებრივად ესეთ წყალზე. თავიდან იღებდნენ ხორვატიულ ხეს პირველი ვენეციელები და ასობდნენ მიწაში. შემდეგ უკვე ანუ მოდიოდა მეორე ფენა, რომელიც იყო ხის მეორე ფენა, ქვის რამდენიმე ფენა სპეციალური ქვარი და ეს ხე თურმე არ ელპებოდა. შემდეგ უკვე ქალაქი რო გაშენდა, ესეთი რაღაცა მოიფიქრეს, რომ რადგან ანუ წყალი მიწაში არ იფილტრება, წვიმის წყლის გაფილტრვა დავიწყოთო და ააშენეს ესეთი ჭები, რომელიც გარშემორტყმული იყო კენჭებით და ქვიშით, რომელიც ფილტრავდა წვიმის წყალს. მთელს ვენეციაში 600-მდე ასეთი ჭა არის განლაგებული.
ყველას გვსმენია ვენეციური კარნავალის შესახებ, ჩვენ არ ჩამოსულართ ვენეციური კარნავალის პერიოდში. ასე რომ უბრალოდ ჩვენთან უყურებდით მაღაზიებს, რომელიც სავსე იყო ვენეციური კარნავალისთვის კოსტიუმებით, მასკებით, პარიკებით. აი ესეთი ნებისმიერი კაბარო ჩამოწვა ალბათ კარიბის ზღვის მეკობრებიდან მეგონება თავი. და ეხა კადრში ხედავთ სანტა მარია გლორიოსა დეი ფრარის ტაძარს. ამ სახელს ვიზეპირებდი ბოლო წუთნახევარი. ვენეციაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესია, რომელმაც ნამდვილად გაგვაგიჟა. აქ არის უამრავი რენესანსის დროინდელი ნამუშევარი და ქანდაკებებზე მე გადავალთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის ტიციანის ნამუშევარი, რომელსაც ქვია ღვთისმშობლის აღტაცება ზეცაში. ეძღვნება იმ მომენტს, როდესაც ღვთისმშობელი მარიამი გარდაცვალების შემდეგ არა ხორცით გარდაიცვალა და ხორცი დაკრძალეს, არამედ ზეცაში აიტაცა უფალმა. თვითონ ეს ვერტიკალური ნამუშევარი იყოფა სამ ნაწილად, ქვევით მოციქულები, ცენტრში ღვთისმშობელი მარიამი და ზევით ანგელოზები, რაც ქმნის დინამიკას, რომ ღვთისმშობელი ქვევიდან ადის ზევით. თვითონ ტიციანიც დაკრძალულია აგრეთვე ამ ეკლესიაში, ეს არის მისი პირველი ასეთი დიდი ნამუშევარი, ზომის მხრივ ვიძახი და ხალხი მთელი სამყაროდან მხოლოდ იმიტომ ჩამოდის, რომ ეს ულამაზესი ნამუშევარი რეალურად ნახოს. რაც შეეხება ქანდაკებებს, ხალხმა ბავშვობაში ძალიან მეყვარდა მიქელანჯელო და ყოველთვის აი შოქში ვიყავი, როგორ ქვისგან ესეთ ულამაზეს როგორ ქმნილებას ფაქტობრივად აცოცხლებდა ქვაში და ამეგონა რომ ვერაზოს ვერ ვნახავდი ესეთ ნამუშევრებს მიქელანჯელოს ნაირს, მაგრამ ვნახე, აი შეხედეთ როგორ არის თვითონ ნაკეცები აი ამ ნაჭრის, იმიტომ რომ მიქელანჯელო ხო ჰარიდან არ მოსულა და არც გამქრალა, მისი ლეგასი ხო გრძელდება და მისი ნამუშევრების მიხედვით ხო სწავლობენ ადამიანები და ქმნიან აი ესეთ რაღაცებს და ყველაზე მეტად ბედნიერი ვიყავი, რომ ვნახე ესეთი ქანდაკებები და გაცოცხლა ჩემში ჩემი ბავშვობის ოცნება. რაც უფრო უახლოვდებოდით ვენეციის ცენტრს, მით უფრო იზრდებოდა შენობების ზომა და გრანდიოზულობა, მით უფრო ლამაზი იყო რა თქმა უნდა სუვენირების მაღაზიებიც, ლამის ყველა მაღაზიაში შევედით მე და აბესა, ესეთი ვენეციური შუშის საყურეები ვიყიდე, სხვათა შორის ძალიან ლამაზი და ხმელთაშუა ზღვის ნიჟარის ბეჭედი, ნამდვილი ნიჟარის და ძალიან excited ვიყავი. ამ დროს მოგშვიდა კიდეც კადრში ხედავთ აბესამ შეუკვეთა 8 ფეხის ინქის პასტა, ძალიან საინტერესო იყო და აგრეთვე შევედით Captain Candy-ში ტკბილეულის გასასინჯად. მე ყველაზე excited ვიყავი ამ ვერცხლისფერი კანფეტების გასინჯვის. ესე იგი ვიყიდეთ კანფეტები, ყველაზე მეტად მაინტერესებს. დამჭირე ვერცხლისფერი. ლაკრიცას ახლა გავსინჯა ონლაინ, ჯერ ვერცხლისფერი. გოგოლას გავასინჯა პიზდეცია, იმენ გასაგზავნე. აი ონლაინ. და მომიკეთე რაღაც, ეშენი თვითონ თუ ინვესტიცია. ჯამია, ყველაფერი თვითონ მაქვს აღებული, გავი. ყველაფერი თუ გაგაღებული. ლაკრიც გასაგზავნე. აი შავი გასინჯოს მოზიშვილი. აი, ამ შოკოლადი აქვს შიგნით. ახლა გავსინჯოთ ეს. ენახე არ მომ. აი, გავიყოთ. ნელა. სოდა ჭამე. ესა აი ამას ვუყურებ. ესა? სოდა ჭამე. ეს შოკოლადი იყო ვერცხლი ძალიან გამრელა. დაგევასა? ეგ არა სხვა არის ხო? მიწის გემო აქ. ჯამ პიტის არის. ლაკრიც ეს არა ლაკრიც ალბათ. ეგ არა ლაკრიც. აუ ჩვენ რა ჭამს მაგარი ყლეობა იყო. აუ რაღაცა. არა ძმა. აი, ის რა იღე? ის პანარატი შავი ყლეობა. არა, მაგრამ ეს შავი. აი, ამ. კიდე ეს მეინტერესებს. ო, იცობენ. არა, აი. კიდე მაინტერესებდა. აი ეს. არ შემიძლია ჭამე შენები. ჩემი არა. აი, ნახევარი მომენტი ყველაფერი მაინტერესებს. ხო და არა, მაგას ვამბობ. ეგ აი ეს მაკეჩინე. აი. გარედან იგივე იქნება უეჭველი. პიკნეს გამაქვს შეგერეთ? გემეა. ანუ მე წა ლაკრიცაზე მე გაგონილი მქონდა რომ საშინელება იყო. აი, საშინელება. წამდა. ეს ძალიან გემე იყო. ახლა. მომეწონა ხა. მე დააბესამ ტვინი წავიღეთ რომ დროზე წავიდეთ მანქანის პარკინგებიდან თქო და ყველა მაღაზიაში შევედი რა წარით და აი ბოლოა და ჩხუბობთ რომ რად ვერ მივედით. ამდენი ხანია დავდივარ.
და აი როგორც იქნა მივედით სან მარკოს მოედანი, გასაოცარი სანახაობა, განსაკუთრებით კი ღამე. მის ცენტრში კი სან მარკოს ბაზილიკა, რომელიც ვენეციის სიმდიდრის და ძალაუფლების სიმბოლო იყო. მას აგრეთვე ოქროს ტაძარსაც ეძახიან, რადგან შიგნიდან ისევე როგორც გარედან სულ ოქროს მოზაიკებით არის დაფარული. პირველი ტაძარი 828 წელს აშენდა, არსებული ტაძარი კი მე-11 საუკუნეში. როდესაც ნაპოლეონ ბონაპარტმა 1797 წელს ვენეცია აიღო, იგი იმდენად აღფრთოვანდა სან მარკოს მოედანით, რომ მას ევროპის მისაღები ოთახი უწოდა. მოკლედ მეგობრებო, როგორც მაშინ გითხარით სახში წასვლაზე ხო ჩხუბობდით და მოგვიყვანეს როგორ ადგილას, იცი, აი თავიდან გვეუბნებოდნენ, ზღვაში ხელი ჩავყოთ და კენჭები და რა კენჭები სახში წავიდეთ და მე კანუ სანაპიროზე გავიდეთ ვარიძახდნენ. ხო, სანაპიროს კიდე არის. ხო. და ანუ შემოვდივართ და What? ესეთები რა. ყოჩახ ბიჭებო, ყოჩახ. აი ყოჩახ რომ მოითმინეთ. რომ მოითმინეთ და მაინც გონა. და სანაცვლოდ ერთი კამფეტიც კი არ მოხდეს. ხურები ხო მოგეცით ჩემი დორბლი. შენგან და აბესოსგან. საჩუქარია. ერთი აი. მოგეხსენებათ, ვენეციაში სტანდარტული ქუჩები არ არის. აქ გადაადგილების მთავარი საშუალება ნავები და გონდოლებია. გონდოლები არა მარტო გადაადგილების საშუალებაა, არამედ ქალაქის წარსული და ქალაქის ტრადიციაა. ჩვენს ცენტრამდე დასაბრუნებლად, საიდაც მოვედით და სადაც დაპარკინგებული გვაქვს მანქანა, გამოვიყენეთ ასეთი ნავი. როცა ვენეციის ქუჩებში ვიყურებოდი, ვერ ვიჯერებდი, რომ აქ ხალხი მართლა ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს, ეს ადგილი ნამდვილად ზღაპარს გავს. მოკლე ვენეციამ ჩვენზე ნამდვილად ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა, აღფრთოვანებულები წამოვედით ვენეციიდან. არ ველოდი, მართლა არ ველოდი ბევრი მსმენია ვენეციაზე, მაგრამ ესეთ კათედრალებს, არქიტექტურას, ინფრასტრუქტურას არ ველოდი, იმის გათვალისწინებით, რომ წყალზე დგას თან ეს ყველაფერი. მერე გადაღება დამავიწყდა, მოკლედ ეს იყო ბოლო დღე, ჩავბარგდით და გავეშურეთ ვენისკენ, საიდანაც ახლა ჩაგრთავთ. ესე იგი, მაგასალმებით ვენიდან, ვენაში გავატარებთ რამდენიმე საათს, ფრენა გვაქვს აქიდან, უბრალოდ გვინდოდა ცენტრში რამდენიმე ადგილი კიდე ერთხელ გვენახა, სუვენირები გვეყიდა, მარცეპანის შოკოლადები უფრო და წავსულიყავით სახლში ჩვენ შოკოლადებიან ქოლგაცმინდა ვენის ვიყიდო. ეხლა განახებთ, ეხლა ვიყოფებით წმინდა სტეფანეს სახელობის კათედრალთან, რომელსაც დაგათვალებინებთ გარედან შიგნიდან ძალიან ლამაზია. წმინდა სტეფანეს კათედრალი აშენდა 1147 წელს. კათედრალის სახურავი გამორჩეულია ფერადი მოჭიქული ფილებით. გამოყენებულია დაახლოებით 230,000 ფილა, რომლებიც ავსტრიის იმპერიულ არწივსა და ვენის გერბს ქმნის. მეორე მსოფლიო ომის შედეგად 1945 წელს ის ძალიან დაზიანდა. თუმცა რეკონსტრუქციის შემდეგ იგი გახდა ვენის აღორძინების და თავიდან აშენების სიმბოლო. აქ არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზარი, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს. 1693 წელს ოსმალებმა ალყა შემოარტყეს ვენას. ავსტრიელებმა თავი დაიცვეს, ხოლო ოსმალების მიერ დატოვებული ზარბაზნებით 21 ტონიანი ზარი ჩამოასხეს. როგორც კადრში ხედავთ, წმინდა სტეფანეს კათედრალი არის გოთიკური სტილის უბადლო ნამუშევარი. იგი აღფრთოვანებულს დატოვებს ნებისმიერ მნახველს, ასე რომ ძალიან გირჩევთ, რომ თუ კი ვენაში იქნებით, აუცილებლად ეწვიეთ. როგორც იცით, ვენაში დიდი დრო არ გქონდა, თვითონ წმინდა სტეფანეს კათედრალი არის ვენის ცენტრში მოქცეული, მის ირგვლივ კი არის ულამაზესი არქიტექტურა და ინფრასტრუქტურა. ყოველთვის ძალიან მოხარული ვარ, რომ გავისეირნო ვენის ქუჩებში და უნდა მეყიდა აგრეთვე ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრები. ეხლა დავდივარ ვენის ქუჩებში და ხვდები, რომ პირველად აქ როცა ვიყავი, აბსოლუტურად სხვანაირად აღვიქვი ეს ადგილი. ანუ ის სილამაზე რაც გააჩნია ვენას, რატომღაც ვერ აღვიქვი და ახლა როცა მაქვს შესაძლებელი უფრო მეტი, წელს უფრო ვაფასებ ვენას და მის არქიტექტურას სხვადასხვა. თუმეტეს ეხლა ხო სლოვენიაში ვიყავით საკმაოდ პატარა ქვეყანაში და ვენეციაში, სადაც ფიზიკურად მაგდენი crowd-ი ესე არ დადის. ეხლა რო ჩამოვედით ვენაში, რაღაცნაირად გავეხსენე. ბედნიერი ვარ, მიყვარს ხალხი. ბევრი თბილისში არ ვარ, ცოტა მიჩვეული ვარ და რაღაცნაირად უკვე იმაში ვგრძნობ რა, თავს ჩემს უტოქში. და ამ საჩუქრების ყიდვისას შარშამ პირველად გავსინჯე დუბაის შოკოლადი. ესე იგი, ჩემი თანამშრომლებისთვის მოცარტის შოკოლადები ვიყიდე და აგრეთვე დუბაის შოკოლადით, რომელზეც ტვინი წამიღეთ. ნახოთ აბა, what is that about? ესე გამოიყურება გარედან დუბაის ნახატები აქვს, ხოლო შიგნიდან
Was ist das? Sehr gut. თვითონ შოკოლადი არის ბელგიური. დუბაის რა გითხრათ? შოკოლადი არის ძალიან გემრიელი. ეს ხარშვენი მოხდება რა? ეს ძალიან კაია. 10-დან 9. დამსახურებულად. 10-დან 9 კი არა, ისე მომეწონა დუბაის შოკოლადი, რომ მე წლის განმავლობაში ვინც ვენეში გავლით მაინც იყო, ყველა შოკმაკ შოკოლადს ვაბარებდი, სურათებს უგდებდი, რომ აი ერთი მაინც ჩაუმიტანეთ ზუსტად ეს. მოკლედ, როგორც იცით, ვენაში ცოტა დრო ქონდა, ვენაც კაია, ევროპა კაია, მაგრამ საქართველო უკეთესია. დავბრუნდით ჩვენს მონატრებულ საქართველოში, დავამშვიდობეთ ვენას. როგორც იცით, რომ ჩამოვედი, ძალიან ლამაზი მზის ჩასვლა დამხვდა და ეხა ისე მზის ჩასვლით მივდივარ. სხვაის მომეშვებ. ესე დამთავრდა ჩვენი ევროტურა number 2. See you next time. მოკლედ დამთავრდა ესე ამბავითა სიზმარი ღამისა. გამოიწერეთ ჩემი არხი და დარჩი ჩვენთან ერთად მეტი კონტენტისთვის. მოკლედ ბებია ჩემმა გაისროლა, რასი ბრატელა დააყოლა. ცოცხალი საკონტროლო გაასროლა. შემოიგო მაგნიტოლა, სტილი განსტა, საყვარელი იარაღი, ფუცელი და პასტა, გასტა, არევასება არცეთი, არევასება აქცენტი, ბებო, შეისრულწებო. ეს და მაგიდა პოლიცია და მაგიდა და ეს მაგარია ეს ჩემი ბებო ეს ერთნაცი ყოლებო შოქარუსაველი დაიჭირა ფაქზე ბების პაუსანი დაახია თავზე ყველაზე მაგარია ეს ჩემი ბებო ეს ერთნაცი ყოლებო შოქარუსაველი დაიჭირა ფაქზე ბების პაუსანი დაახია თავზე